პლუს ამას ერთით მე ამ თეორიას მუდმივად და ამას ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილების რაოდენობა ესე ძალიან ბევრი შეიძლება არ არის, მაინც მგონია ეს ახლა კონკრეტულად შენ არ გეხმარება ზოგადად რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ გარდაცვლილ ადამიანებზე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, ადვილად ლაპარაკობ, მაგრამ რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც რომელთაც თავისი ცხოვრება, ხო, ყავს ოჯახი, ყავს მეგობრები, შვილი, დედა, მამა, თავისი ერთგულები აქვს, რაღაცა, ანუ ესეც აი საზოგადოებრივი ჟანდების პერსპექტივიდან ყველა გარდაცვლილი ადამიანი 1 იქნება 5, 10 თუ მილიონი, თუ ეს სტატისტიკა ზღვარი აღარ არსებობს, მე 1-დან მილიონამდე დასაშობის სიკვდილობა სად გადის, ანუ რომელი არის ის ზღვარი, რომლის მიხედვით ვიტყვი, რომ ვაიმე, ეხლა ბევრია და აქამდე არავის. ეს მოკლედ გადახვევა, მაგრამ დაუბრუნდეთ ძირითადი კითხვა.